საღამოშვიდობის მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაყურებლებს და როგორც ხედავთ, ჩვენ ვიმყოფებით სხვა გარემოში, ძალიან მაგარ გარემოში და დღეს სპორტული სიახლეები იქნება რუსთავიდან და ამის ნამდვილი საფუძველი არსებობს, ვიდრე ჩემს თუ მართან გადავიდოდი, აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ზოგადად 2025 წელი მართლაც საოცრად წარმატებული იყო ქართველი სპორტსმენებისთვის, 1935 медали მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა, თუმცა ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. ძალიან შედეგიანი და წარმატებული წელი იყო რუსთაველი სპორტსმენებისთვის და აი აქ ჩემ ზურგს უკან თქვენ ხედავთ, რომ ძალიან მალე დაიწყება რუსთავის მერიის ორგანიზებით საუკეთესოების დაჯილდოება. ძალიან დასაფასებელია, რადგან სპორტსმენებისთვის მთავარი არის მათი დაფასება და იმაზე დიდი ჯილდო, რაც არის აპლოდისმენტი, მათთვის არ არსებობს. რუსთავის მერი ქალბატონი ნინო ლაცაბიძე იმყოფება ჩემს გვერდში, დღევანდელი საღამოს ორგანიზატორი თავის გუნდთან ერთად. ქალბატონი ნინო, საღამოშვიდობის მოგესალმებით. ძალიან მაგარ ღონისძიებას ველით, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება და მინდა ორიოდე სიტყვით მაყურებელს თქვენ უამბობთ დღევანდელი დღის და საღამოს შესახებ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ აქ ხართ ჩვენთან ერთად და იზიარებთ იმ სიხარულს, რომელიც გვაქვს და სიამაყის შეგრძნებას, რომელიც ჩვენმა რუსთაველმა სპორტსმენებმა მოგვიტანეს გუშინ მართლაც პრემიერის და სპორტის მინისტრის ხელშეწყობით ძალიან ამაღელვებელი საღამო იყო, როდესაც ჩვენ თელმა საქართველოს მადლობა უთხარით ჩვენ სპორტსმენებს აი იმ კარგი შეგრძნებისთვის, რაც მათ გამარჯვებას მოსდევს ხოლმე და ის ღონისძიება, პრემიერის პოლიტიკა, სპორტის მინისტრის ძალიან სწორი პოლიტიკა, სპორტის მიმართულებით ხელშეწყობის გაძლიერების ჩვენს გვაძლევს მოტივაციას, რომ ჩვენს ქალაქში ჩვენ სპორტსმენებს გქონდეთ საუკეთესო გარემო, საუკეთესო შესაძლებლობები იმისთვის, რომ ჩვენმა ქალაქმაც და მთელმა ქვეყანამ მიამაყოს. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება, ვაგრძელებთ ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას უკვე ადგილობრივ დონეზე და ჩვენ რუსთაველ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს, ვინც ძალიან დიდი შრომა, სიყვარული და მონდომება ჩადო მთელი წლის განმავლობაში იმაში, რომ გამარჯვებამდე მისულიყვნენ, აი მათ ჩვენს მადლობა უთხრათ უკვე აქ ადგილობრივ დონეზე და კიდევ მეტი წარმატება უსურვოთ და ცოტათი მეტი მოტივაცია ჩვენი მხრიდან მივცეთ. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არ არის ცოტათი მეტი მოტივაცია, ეს ძალიან დიდი მოტივაციაა და ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში რუსთავი წლის ბოლოს აღმოჩნდა ერთ-ერთი ის ქალაქი, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლიდერია მოპოვებული მედლების მხრივ და წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მხრივ და ესეც ბუნებრივია, ძალიან სასიხარულო უნდა იყოს თქვენთვის. ნამდვილად ვამაყობთ თითოეული მათგანით და ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენ ბევრი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ყველაზე მთავარი დღეს რაც გვინდა, რომ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ, გქონდეთ ევროპული თანამედროვე სტანდარტები ვარჯიშის და ალბათ ეს მისცემს მათ მოტივაციას იმის, რომ ასახელონ ქალაქი და ქვეყანა. დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ემსახურება სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანს რომ ახალმა თაობამ ნახოს, რამდენად ვაფასებთ ჩვენი სპორტსმენების შრომას და ძალიან მიხარია, რომ ვაგრძელებთ ცენტრალური ხელისუფლების აი პოლიტიკას. 2026-ში გვაქვს დაგეგმილი საინტერესო პროექტები, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება არის საბაზისო მთავარი, რითიც უნდა დავიწყოთ და შემდეგ სხვადასხვა სპორტული სერვისები, რომელსაც მუნიციპალიტეტი უკვე ხელშემწყობი პროგრამების სახით აუცილებლად განახორციელებს. ძალიან დიდი მადლობა, წარმატება მინდა გისურვოთ თქვენ გეგმებში, იმიტომ რომ სპორტული ინფრასტრუქტურა და ზოგადად ქვეყნის სპორტული მიმართულებით განვითარება აუცილებელია და ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და ნათელი მაგალითია მე მგონი ჩვენთვის. მადლობა. მოკლედ, განვაგრძოთ ჩვენი ჩართვა რუსთავიდან, სადაც სულ მალე დაიწყება საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება, რუსთაველი საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება, მაგრამ იქამდე მინდა ორ ადამიანთან გადავიდე, რომელიც ორივე თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ადამიანია, ლაშა გურული და გიორგი სარდალაშვილი. აქვე გეტყვით 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები. გილოცავთ პირველ რიგში და მადლობა რომ გამონახეთ დროს, რამდენიმე წუთში დაიწყება, დრო რო აღარ დავკარგო, პირველი ემოცია, იმიტომ რომ ეს დაფასებაა და ძალიან მნიშვნელოვანია და თითეული თქვენგანისთვის, სპორტსმენებისთვის ყველაზე მთავარი არის ალბათ დაფასება. მოგესალმები, მივესალმები თქვენს მაყურებელს. Რა თქმა უნდა,
დასაფასებელია მედალაშა უკვე ზედიზედ მეორე წელია გავხდით წლის საუკეთესო სპორტსმენები და ძალიან გვიხარია და ეს არის მოტივაცია და შევეცდებით შემდეგ წელსაც ეს შედეგი გავიმეოროთ. და გულშემატკივარი მხოლოდ უმაღლეს სინჯის მედლებს და შედეგებს ელის. თქვენგან როგორც აქამდე შეგვაჩვიეთ. კი, რა თქმა უნდა, რამოდენიმე შეჯიბრი დაგვჭა მედალაშას მოსაგები და აუცილებლად იქნება. აბსოლუტურად გეთანხმებ, ამას ველი ზუსტად ჩვენს ლაშა წარმატებული წელი გქონდა შენს ძალიან და თავარი ერთი რაღაც ერთ-დეტას მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის ის ქალაქი, შენი მშობლიური ქალაქი, სადაც პირველი პროფესიონალური ორთაბრძოლა გამართა 2025 წელს. პირველ რიგში მივესალმები ტელემაყურებელს, ასევე მოხარული ვარ და მიხარია, რომ ზედიზედ მეორე წელი გიორგისთან ერთად ვართ წლის საუკეთესო სპორტსმენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ესე ვთქვათ სპორტის დეპარტამენტი და მთელი მათი გუნდი ფიქრობს თანაბრად ორივეზე და ცდილობს რომ არც ეს გული არ დაგსკვიდოს და პირიქით მოტივაცია მოგცეს და რა თქმა უნდა ამისთვის მადლობა. ასევე როგორც გიორგიმ თქვა, მოსაგები დაგვჭა კიდე რამოდენიმე კარგი შეჯიბრი, უფრო მეტად ფერების შეცვლა, ესე რომ ვთქვათ, მედლის ფერების შეცვლა და ვეცდებით რომ მომავალში უკვე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები გავხდეთ, ან მე, ან გიორგი, ესე ჩვენი მოტივაცია იქნება. რაც შეეხება პროფესიონალური კარიერის დებიუტს, ეს ჩვენი მიზანი იყო, ჩემი გუნდის მიზანი იყო, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ ოლიმპიური თამაშების შემდეგ ჩემი პროფესიონალური დებიუტი ყოფილიყო ჩემს მშობლიურ ქალაქში. რაც ნამდვილად შედგა, ისევ თვითმმართველობის დახმარებით, გვერდით დგომით და მიხარია, რომ შევძელი და ესე ვთქვათ, ვახარებ ჩვენს გულშემატკივარს. წარმატებას გისურვებ, რასაკვირველია, გიო, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება 2026-ით, ისევე როგორც თითოეული ქართველისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მასპინძლობ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს, სადაც ტატამზე შენ უნდა შეხვიდე პირველი და გამოხვიდე ოქროს მედლით. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული ფაქტი. საქართველოს მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ძიუდოში და ყოველთვის ყველა შეჯიბრზე პირველი მონაწილე ვარ მე და ამ ევროპის ჩემპიონატზე შევეცდები რომ გავახარო ჩვენი ქართული ხალხის გული და ძალიან სასიხარულო არის ჩვენთან უტარდება და იმედია გადაივსება სპორტის სასახლე მაყურებლით. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და ახლა დაიწყება დაჯილდოების ცერემონია და უკვე ოფიციალურად დაგაჯილდოვებენ როგორც 2025 წლის რუსთავის საუკეთესო სპორტსმენებს მოკრივე ლაშა გურული და ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი. მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, დინამიური გამოვიდა და საქმიანი, რაც თავარია დღევანდელი სპორტის სიახლეები რუსთავი 2-ის ეთერში. დღევანდელი საღამოს შესახებ კი კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება. ჩვენ უკვე ვრცლად ვისაუბრებთ ხვალინდელ გამოშვებაში და ბუნებრივია შემოგთავაზებთ გამარჯვებულების ინტერვიუებსაც. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და მე გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ ტრადიციულად 6 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე შევხვდებით ერთმანეთს.